გამოშვებას ბუნებრივია იმ რეპორტაჟი დავასრულებთ, რომელიც ახალწლო ეთერის განუყოფელი ნაწილია. რამდენიმე წუთში კადრს მიღმა თუ ეთერში ჟურნალისტების მუშაობის ყველაზე კურიოზულ მომენტებს ნახავთ. ეს არის საარქივო მასალები, რომლებსაც თქვენთვის წლიდან წლამდე ვაგროვებთ და მხოლოდ დღეს გიჩვენებთ. გავაგზავნო. ასეთ ეს მოხდება მომავალი წლის კურიოზი. უხერხული სიტუაციები და მომენტები, როდესაც ჩვენ ან ჩვენს რესპონდენტებს კამერები გამორთული გონია და სახალისო შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ სერიოზული პოლიტიკური თემების გაშუქების დროსაც ხდება. ყველა ასეთ კურიოზს სალომე ქოქიაშვილმა ერთად მოუყარა თავი. წევიდა. დავიწყო? ვარ პრეზიდენტის სასახლესავით განათებული. იქნებ შეაჩერეთ, რაც მავა. ერთწუთი. რა ხდება? მე მგონი ძალიან ცუდად თქვი რაღაცას. ვახჩი. თავიდან დავიწყებ. კარგი. მოგესალმებით, ეთერშია მოამბე არცარძე სტუდიაში მარიამ ვაშაძე მუშაობს. ოხერი ვარ, ოხერი. ასევე ექიმი, რომელიც შემთხვევის ადგილ ჩემი. ლევან. მიეცა მე თავს დავაქნე. რამე თმაზე ან რაღაცა ხო არ გავისწორო ან ეს. რა. თბილისის დროი დაახლოებით 7:30-ზე. აი ესენი როდის წავიდიან რა? ეს იყო ქეთი ქარდავა. რა ცუდი მოჭრილია. გიორგი ფუტკარაძე მუშაობს თემაზე, გიორგი გისმენთ. დიახ, თამარი საკმაოდ რთული ცხოვრება გვაქვს ვარსკვლავებს, მინდა მოგიყო, იმიტომ რომ გამწარებული ვდგავარ ამ სიცივეში, ქარი მიწეწავს თმას. ხარო ჩადექი რა, 2 წამი. რატომ დგარიყავი? როგორ? ეროვნულმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოსო ბერძენიშვილმა ეგრე თქვა. აუ, რამდენი ხალხი მუშაობს შენზე, ფისო. მეცინები. მას აკაურები, თავდაცვისთვის იყენებდნენ და სიტყვები მავიწყდება დაუბერდი. როგორ ყაცე ხა? ეგ არ გამანა. დღეს როგორ გავაბრასე? ეთერში უნდა ვიყო თხელი, ქერა, ცისფერთვალება და დაკუნთული. შენახე რამდენმა მაყურებელმა დარეკოს. უხარ ინტრიგანი შენ. აი, თქვენ ხართ მიჩურინის ვაშლერი, ხლეს. რას ქვია ვერ ხაზე ვარ ვერ ჩემი ხელით უნდა გაწამო, რას ქვია? მე დიეტაზე. მე ახლა 23 კილო მაქვს დაკლებული. აი ამ ხელა უნდა გავხდე. ერთი წამი ხა დამე. შების დაემტრა და მანქანების წინა პამპერსების დაემტრა. გამითხარი? პამპერსების დაემტრა. დოლარის გავიმეორო. აი მოხდა. ეხა ვარ დაბნეული, აქეთ გამოვიხედო, აქ. კამერებში იყურეთ. გახსენი რა კადრი რა, ვინ ახარ შენ? კამერას ფოლიას. არა მომკალით. ვერ ვახედე. მაგას ახერხებ შალვა. ხო, ასეც უნდა იყოს ყოველთვის. მე თუ მგითხავ ყოველ ახალ წელს ახალი მთავრობა მოდიოდეს და ძველი მიდიოდეს. რო ჩამოვრჩი მთავარ ჯგუფს. თაც შეიძლება რომ შევიდე ოღონდ მართლა. აკეშენოში. საწახავდი. და მე რო სახლიდან წამოვედი, სახლში დავტოვე. ვინ თუ არა ყველაზე ახლობლები და შინაურები გიმოწლებენ ასეთ დროს. მიუღებელი აბსოლუტურად. რა გითხრათ, რედ გაგახართ? საფერავია, კარგი საფერავი. მომედავლიო რა. თქვენი? არა მომიტანეს. პროსტა პრელე. Давай, გიალო, давай. Capacity როგორ არის ქართულად? კითხე, ოღონ არ გამოცინე. ისინი რაღაცებს ჩალიჩვენ. პროექტის მიხედვით ეს ის მილებია. კიდევ ერთხელ. ეს ის შარია, რომელშიც თავი მე დიდი ხნის წინ გავყავ. არა უშავს. გიცოცხლეთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. დარჩით პირველ აღზე. ჩვენ კიდე წავედით. გოზინაყი, გოჭი, რაღაცა თან. ფრაკასაც ხობი. მოჭაკინო წაიცა.
და არც დასრულდება არასდროს პირველ არხს. ასეთი იყო წლის ბოლო მოამბე, თქვენ კი არ უნდა გადართოთ, რადგან წინ გელოდებათ წლის საუკეთესო დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით ჩააყარა საფუძველი და რომელიც ტრადიციული უნდა გახდეს. ჩვენ კი წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2016 წელს და გისურვებთ, რომ ეს წელი თქვენთვის იყოს ბედნიერების და სიკეთის მომტანი. ჩვენს კი ჩვენის მხრივ საკუთარ თავს ვუსურვებთ, რომ მხოლოდ პოზიტიური ამბები გვეცნობებინოს მომავალ წელს თქვენთვის. გილოცავთ დამდეგ 2016 წელს მრავალს დაესწარით საუკეთესო სურვილებით მოამბის მთელი კოლექტივი უკვე. გემშვიდობებათ მომავალ წლამდე, თქვენ კი დარჩით პირველ არხზე, წინ გელოდებათ წლის საუკეთესო. გილოცავთ.